საშიშია? განადგურებული ვარ ღმერთო. მან მიდი შეძლებ. უგეშინია. 1 2 3 ესეც ასე. ახლა ვიმყოფებით ბათუმში. ბათუმიდან უნდა წავიდეთ ურეკში, იმიტომ რომ ურეკში არის ქვიშიანი სანაპირო და ბათუმში კიდე იმდენი ადამიანია, რომ ვიდეოს ვერ გადავიღებ სანაპიროზე, იმიტომ რომ ყველგან ვიღაც არის. შესაბამისად წავალთ ახლა ურეკში. ურეკამდე გვინდა 1 საათი და 15 წუთი. მანქანამდე მარკეტში შევალთ, რაღაცებს მოვიმარაგებთ, რაც შეიძლება დაგვრჩენდეს სანაპიროზე და მერე წავალ სანაპიროსკენ. თქვენც წამოდით, გზაშიც გადავიღებთ ვიდეოს. იქაც ბევრ ჩელენჯს გავაკეთებთ, ძალიან გავერთობით. ამიტომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, არ დაგავიწყდეთ რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანია არის. Galfi. წავით ახლა ვიყიდეთ რაღაცები. დავიძარით ურეკისკენ, მარკეტში რაღაცები ვიყიდეთ, გზაში რო სნეკებით რამე ვჭამოთ. მოდით დავან პარკოთ ახლა ეს ყველაფერი. მოკლედ, პირველი არის ეს თინუსის ბურიტო, რომელიც მე ძალიან მიყვარს და გზაში ვჭამოთ ესენი. ეს მართა შენ, ეს მე. მართა ძალიან მიყვარს. და კიდე რა გვაქვს აქ? კოკა-კოლა რა თქმა უნდა. მანანას ყავა. მართას კოკა-კოლა ოღონდ 0 რუსკეტი მარეკი დანა რო რაღაცები დავჭრათ და რეები უნდა დავჭრათ ეხლა ძალიან საინტერესო რაღაცები ვიყიდეთ ქოქოსი და ესე ქოქოსი არასდროს არ გვიყიდია არც ერთს და ძალიან საინტერესო იქნება როგორ გავჭრით და როგორ შევჭამთ და ასე შემდეგ მანგო და მანგო ძალიან საინტერესო იქნება მანგო დაგვიჭდა 2 ცალი მანგო სულ რაღაც 17 ლარი და 20 ძალიან შეაფერა და ქოქოსი რამდენი დაგვიჭდა ქოქოსი და კიდევ 3 ლარი და 66 თეთრი და კიდე ვიყიდეთ აი ეს ისე რომ საერთოდ არ ვიცოდით რა იყო და მე რო ვატარებდი მეცადონთ რომ მეგონი მე რო ვატარებდი თურმე ყოფილა დალმატინელი ნესვი და ძალიან საინტერესო იქნება დალმატინელი ნესვი გემოზე და ასე შემდეგ წარმოგიდგენთ არ მქონდა რა იყო ისე ავიღეთ ოღონდ მართლა მოკლედ ახლა ვადგავართ ურეკის გზას და რომ მივალთ იქიდან ჩაგერთვებით ეგრევე რა იქ რომ მივალ რავი რაც კი გასართობი იქნება იქ ბანანები და ასე შემდეგ ყველაფერს დავჯდებით გადავიღებთ ძალიან ლამაზ კადრებს ქვიშის სანაპიროზე უფრო გაგვიმარტივდება რაღაც სირბილები და ჩელენჯების გაკეთებები და ამიტომ ჩელენჯებსაც გავაკეთებთ უამრავს ზის ჩასვლადაც გადავიღებთ რა თქმა უნდა ზის ჩასვლამდე ვიქნებით ერთად დღევანდელ ვიდეოში ამიტომ ვიყურეთ ბოლომდე და გამოგვიწერეთ და დაალაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ და გადაუგზავნეთ თქვენ მეგობრებს რომ უყურეთო სანაპიროზე არიანო დღესო გელოვან და მართავ ხო მე სხვა შურს ეს არ გამისინჯებდა ხა გავსინჯავდა აბა თინუსის ბურიტოს სინჯავს პირველად ვარ მე მკითხე სენდვიჩი თუ ესო და ამას ჭამდი ხოლმე სამსახურში შესვენებას და ძალიან მომჭირდა კაია ხო აი ძალიან მაშინ ძალიან გემრიელი და ნოყიერიც აღმოსტაში და მოვედით ურეკის სანაპიროზე აი ესე გამოიყურება გოგოები ჩავიძნენ უკვე და მოდი ჩავაკითხოთ სველდებიან ლაშვები და ძალიან კაია ეხა ამოვართ და გავაკეთეს ჩელენჯები მათამდე შენც ჩამოვიდე მართა მიდი გაცურე მიდი განახე როგორც ურაო დაჩვენეთ რა მიდი გამცინია დელფინ აი ესეთი პლიაჟი გვაქვს ხახო ნახეთ რა უნდა ჯეირანი პირველი ჩელენჯის აქტიური მონაწილე იქნება გელა ავალ ეხა და ჩამოსვლია მოკლედ გავარკვიეთ აქ ჩამოსვლელება ღირს 2 ლარი და ეხა გელა ადის რომ უზარმაზარი რაღაციდან ჩამოსვლია მიაზრი შევძლებ მეგობრებო არ შეგეშინდეს მიდი გელა აი დიდი რაღაცაა ხო იცი შენ თელი ბათუმი კი არა ურეკში ვართ თელი ურეკი ჩანს საშიშია? ცოტა საშიშია მგონი. არ გადმო, აუ რა კაია! ბროზი! ჩამოვიდე? ფეხები შევატყუყო? ვაიმე, ძალიან მეში. გელა! ექსტრემალური კია, გარეთ არ გადავა. მიდი! დავაი, ბაბა! კაი იყო? გასწორა? ყურებში და სხვაში ერთა შევივიდე. საშიშია? ვაიმე! ცუნდა როგორი იყო? გასწორა რა უცხო. ხო ეს ისეთი საინტერესო აღმოჩნდა რომ მეც უნდა ავიდე და ჩამოსვლინალდე აუცილებლად და ნახოთ ცოტა მეშინია. მართა შენ არა ხვალ? მიდი მანანა! აი მე უკვე ვიცევი. ლოსტებს ატოვებინებენ. მეშინია რა. აუ მაგრამ მეშინია. ვაიმე
გიმაკო სიმაღლის. კაი ხო, არა უშავს. აი ხა ჩამოსვლოდები და გავაკრო ფილმი. გამოჩნდა. ფეხები უნდა დავიბანოთ. ჩემი აზრით შეეშინდება. მაგრამ იმენა ორ წამში ჩამოდიხარ რა და. მიდი მანანა ფეხები შეატყუპე და ისეკენ. ქუდი მოიხსენი, დაგისველდება. მოკლედ ყველაფერი თუ არ დაუღეჭე ამათ არა. განადგურებული ვარ ღმერთო. კაი იყო. აუ, ვიჭი პროფესიონალურად გადავხდა. ვარ. ისე დავეცი, რომ წყვილში აი ესე შემივიდა წყალი და მთელ ორგანიზმში აყაროლებული წყალი მაქვს. გამარჯობა ჩემო ძმაო. ფეხი რაზო მაგაქვს? 43. და შუა თითი? 26. რატომ არ გვანახე? ფეხი აქვს 43 და შუა თითი აქვს 36 ნახევარი. 36 ნახევრები რამე თუ გაქვთ? გამოუშვით აქეთ. ერთი წე ჩასასვლელი. შემდეგი დანიშნულების ადგილი არის ბანანი. მართა და მანანა უნდა დაჯდნენ ბანანზე. იმედი არ გადმოვარდები. მართა დაჯდები? მზად ხარ? დაი დაველოდო ჩემსებას. სანაპიროზე რაღაცას თამაშობდით და მგონი მართა დავკარგეთ და წამოდი რა ვიპოვოთ. მართა! სად არის? მართა! ვაიმე სად წავიდა? ამდე ხალხს სად ნახოთ? კაი წამო სანაპიროსკენ. წყალში ხო არ შევიდა ნეტა. სად შეიძლება რომ იყოს? სად არის? მართა! ვაიმე! მართა ეს რა არის? საცხენ. სანამ ბანანზე დაჯდებიან მართა და მანანა, მართა უნდა ჩაუფლათ მიწაში. შენ თავს იფლო? მართა უნდა ჩაფლო. მოკლედ მეგობრებო, მოვიდა მართას დრო. აია. დაწე. ფეხები თითქმის თითები გავჩანს. ონო მაყრე კაცო. უარ დაგაყარე. თვალებში მაყრიან არ ვიცი რა უკანა. წავიდა ცოტა, ხელები თითქმის აღარ უჩვენს. ოპა. ხელები არ გამოძრავ, მაგრამ იწექი, ჩაიფლო. ორცხილა. ცოტა. აბა ეხა მაკეთ ხელი უჩანს დაუმალე. უკაცრავად როგორ ხარ? კარგად ხენ? კარგად, ალბათ რუჯი არ გინდათ რომ მიიღოთ და მაგიტო ხართ ესე თუ რა ხდება? ერიქით ეს ავტორუჯი ოღონდ ისე ხელოვნური არა რა. მართალი ავტორუჯი. და როგორ გზნობს თავს? კარგად, ცხელა. და რას ურჩევ ხა დამსვენებლებს აქ ურეკში? რომ ესე ჩაფლავდნენ, რომ ესე ჩავიდნენ აქ და ხო რა. და რა ქნან? და ისინი ვერ სუნთქავ. კომფორტულია თუ ამოხვიდოდი? კი, კომფორტულია ძალიან. ვერ სუნთქავ. ჩელენჯი მდგომარეობს შემდეგში. თუ შეძლებ რომ წამოდგე და როგორც კი წამოდგები, ეგრევე გაიქეცი ზღვაში, კაი? კაი. მზად ხარ? კი. 1 2 3 ვაიმე, წადი. ჯერმადი. ბებომ გამოგვატანა ბავშვი რომ წაიყვანეთო და არაფერი არ დაუშავოთო, იცოდეო და. რავი, ჩემი აზრით ჩვენირად არის რა, არაფერი არ დაგვიშავებია ბავშვისთვის, ბემ ჩვენირად გზნობს თავს. როგორი იყო აბა? ძალიან კაი იყო, მომწონს ძალიან კაი ავტორუჯი მივიღე. რო დაიტოვო? მოგიხდა ტალა. წადი, ჩამოიშორა. მართა შედის პრემიუმ ადგილას. აქაც ხო არ გეშინდა? ცოტა კი, მაგრამ. წავიდა. ჩემთან ერთად არ შეეშინდები? არა ხო, აბა. წავიდა. თუ გეშინდია მაშინ. მანანა ხელი არ გაუშვა. წალღები როა მაგ. წავიდა. მაშ როგორია კატერში? თუ გეშინია, ნუ. რაო, დასწრაფად ვიდინის და მანანა რას გრძნო. გეშინია, შემომხედი, რა? ბავშვი ეწუხებული სახია კრაო. ისე ნახე როგორი ცივია მხარი. გონი უბრალოდ საუკეთესო ვიდეოა. გადაყარა.
ო, მანანა ჩამოვაგდეთ, იმედია კარგადაა და ჩვენც რა ვიდა ესეთ ლამაზ ხეთზე მე და მართა კატერში ვიჯექით პირველად. ხო, წერდა მართლა ძალიან გადაიწია. მოიცა ეხა მე როგორმე ხელი და ის არ უნდა ჩავყო რა. მანანა, მოდი მიკროფონი გამომართვი, არ ჩამივარდი. მგონი იმენა საუკეთესო ვიდეო გაბო. მაგარი იყო ძალიან და სხვათა შორის არ არის საშიში, მაგრამ ნუ ძალა გჭირდება რა. ნელა. მე მგონი წარმატებით გავაკეთე ეს ყველაფერი. მოკლედ, ძალიან მართლა გჭირდება რომ მოეჭიდო რა, მაგრამ ძალიან ლამაზია იქიდან ყველაფერი. მოკლედ, დღევანდელ დღეს შევაფასებდი 10-დან 10, იმიტომ რომ მთლიანი სანაპიროს გამოცდილება გვაქვს ჩემი აზრით. სანაპიროს გამოცდილება სიმინდის გარეშე არის 0, ანუ სიმინდი არის ყველაზე მთავარი. როდესაც მივიდივართ სანაპიროზე, აუცილებლად უნდა ვჭამოთ სიმინდი. ეს არის ტრადიცია და მოკლედ ჩვენ ყოველდღე ვჭამთ ხოლმე. აქ ვართ 7 დღით ჩამოსულები და 7-ვე დღეს ვჭამთ სიმინდს და ზოგი სიმინდი არის ნაკლებად კარგი ხოლმე. ეს სიმინდი არის იდეალური, ოღონდ მართლა და აი რაღაცნაირია რა, არც ძალიან რბილია, არც ძალიან მაგარია და რაღაცნაირად არის ყველაზე მაგარი სიმინდი რა. ეხლა რა თქმა უნდა ვაკეთებთ ჩელენჯს, ან ჩვენ ჩელენჯების გარეშე აბა როგორ ვიცხოვროთ და ვინც ყველაზე მალე შეჭამს ამ სიმინდს, ის იქნება გამარჯვებული და მას აუსრულებთ ნებისმიერ სურვილს სანაპიროზე, რაც მოუნდება. ყველაფერს საერთოდ. აი, ერთი ცალი ის არ უნდა იყოს დარჩენილი და გაიგე მართა? გაიგე? თქვენი აზრით ვინ მოიგებს? მარილი კარგად დააყარეთ. აბა თქვენ გაგიმარჯვოთ, ჩვენ გავუმწერებო. მართლა კარგა. ძალიან კარგია. ნახე უკვე. ნახე. ანუ ვაუ, რა იყო მოგზავნ. მე ძალიან ბევრი მაქვს უკან ეჭამი. მე ნახეთ. მიდი მარტა გააჩვენს. იმ დღეს მართლა ასტუკინებდა მთელი დღე და კითხეთ ChatGPT-ს რატო ასტუკინებს და თურმე ძალიან სწრაფად თუ ჭამ, მაშინ გასტუკინებს. ვაიწყლე ხა? მიდი მაშ, მიდი, უნდა გვაჯობო ყველა. აი ცოტა დრო მინდა. ნახე რამდენი ჭამე. ხელია, წყალი წესი. უდები. მე სიმინდი არ მეყვარს. მე არ ჭამ ხოლმე 7 დღე თუში მაგალითად ამათმა ჭამეს და მებია ჩემმა იმდენი მეხვეწა და დანადეთ მაგის ხათი ვჭამე, მაგრამ ეს გემრიელიო. დაცოთ იმ ჩელენჯში გელამ რომ მივიდო წყლის დალევა, პროცესში რო დალია. ვაი, მე? ვაში! აი არანაირი არ მოიგო მართა. აი მე დამშა მეგობრებო. ძალიან ცოტა დამშა მეც. ოჩა, მართა გამარჯვებული. ეს ცოტა. ამ საუკეთესოა. წავაგეთ მე დაგეავ. ევასება ჭამა რა, ბავშვმა იცის, რაც იცის. ბათუმის სანაპიროს ეს სანაპირო ბევრად მირჩევია მე. ინტერფიშიანია. ზღვაც ისეთია რა, ანუ. ვახო ერთი საღრმაში რო გინდოდეს შესვლა, უნდა გახვიდე თურქეთში, მაგრამ ხო. სანაპირო ხო ყველაზე მნიშვნელოვანია. არა, ეს სანაპირო მგონი ჯობს, იმიტომ რომ ბათუმში ქვებზე მართლა ვერ დავდივარ საერთოდ. და აქ მინდება რომ ბევრჯერ შევიდე ხოლმე რა. ვინმე თუ გვიყურებთ აჭარიდან აუცილებლად დაგიკომენტარეთ და რა ადგილებში მივიდეთ, ეგეც დაგიკომენტარეთ. ძალიან მოგწონს აჭარა, ულამაზესია და უმაგრესია. მოვიტანე ხო? просто ძალიან ბევრი წვენია. ფილში ჩავირტყი. მე მეც. ქვიანი ქოქოსი. გააფუჭან. ეგა, გავწი. როზერა. მოიცა, შიგნიდან უნდა ჩახედო. ეს რა კვერცხს გავწი. რანაირი ქოქოსი. აუ, ისე ნახე, წვენი ამდენი აქვს. აი ეს შავი რატო. ой, გეხა ბოდიში. გატეხე. წყალი გინდა რომ გადავავო. დაგაია. ესეც ასე, ნახეთ რა ლამაზად ჩადის მზე. ყველაზე ლამაზია მზის ჩასვლა, მეგობრებო. გონი ბათუმი იმსახურებს, რომ ღამის ბათუმი გაჩვენოთ დრონის კადრებით და ასევე ბათუმშიც რაღაცა პატარა აქტივობები გვინდა რომ გავაკეთოთ. ნახოთ, დარჩით ვიდეოს ბოლომდე. ეხლა ურეკიდან მივიდივართ ბათუმში და გვიყურეთ მოკლედ რა. არ წააგებთ. მოკლედ მეგობრებო, მართ ამ თავის სურვილი გამოიყენე იმაში, რომ წარმოვიდით მაკდონალდსში, ჭამთ ახლა და ეს არის საქართველოში ყველაზე ლამაზი მაკდონალდსი. სოფლიოში მესამე ადგილზეა სილამაზით, მაგრამ თუ გემოთი შევაფასებთ მაგალითად, მე რუსთავის მაკდონალდსის გემო მირჩევი. მეც, ამას ძალიან ლამაზია. ამის მერე გავალთ ბულვარში, აუცილებლად გაჩვენებთ ღამის ულამაზეს ბათუმს დრონის კადრებს, ასევე ბულვარში გავისეირნებთ, რაღაცა აქტივობას გავაკეთებთ, ძალიან სახალისოც, რაც ძალიან მოგეწონებათ და ეგ იქნება რა. ხო? დროებით. ვისტრით ტირს ბულვარში ვართ ახლა. და პირველი აქტივობა იქნება ტირი. მე და მანანა ვეჯიბრებით. რამდენიც დაგვაქვს? ნახე, თელძალი გოგო. ხო გონიათ რომ არა ძალიან ის არის რა, აი პოზიტიური, კეთილი. კი, ძალიან კეთილი. ეს ღლიცინა ბიჭი რას აკეთებს უყურეთ. მიდი აბა. გამოკარგო. გაქრა, იქიდან ნოყარი. აბა ხამიდი გელა, რა თქმა უნდა. გელუკა. კნა? ვეცაქსია, მაგრამ გადატენს ვაიმე. აბა მანანა.
იყო შანსი. ვეხა გელა, აბა. რო. ერთაში მოიწ. მე არ ვესროლებ, ხალო. არის. ცოტა გააცხა. გაბარბოცა. მიდი, აბა, ეხა ნეტა მანა როგორ ისთვის ან მაინტერესებს. რა ვერ არ ყავთ ვერავინ. ნა. აბა რა, მეოთხე სროლაზე წავაგზავნე რა. ბიჭო, ამეჭირდა. არის. მართა უყურე შენ სახე. მე არა. აუ საერთოდ დასახვეწი ვარ. მე მეგონა ძახს რამე ჭირდა იქით ხალხო რაღაც ზამიყნაუს და თორემ მღერის. მონადირე. ანანა მონადირე. და როგორი ხუთი უკეთია. კარგად მიიფინე. ხო, მაგრამ ო იგრე და კარგად გაუხანავ. ანა მონადირე. ჩამოვიდე. მე რა, მართა უყურე. ვაუ! გდო ბიჭმა. ორიგინალი. აუ ის მინდა ნახე. აი უბრალოდ. რაღაცა გამახურე, რა ნერვიული. აბა მიდი მანა მონადირე. აი, სათამაშო გააკეთე. რომელი წავაგზავნე პირველი ბოლო? ნუ გატაო, ბრა. პირველი? ხო. აჰა, მე რა პრობლემა? აჰა, პრობლემა, იცი გელა. რა იყო მანანა. გაგივარდე ხო? არა და ეს იმენა იყო. აუ, ყველა იყო, იცი? რაღაცნაირი ჩაჭედილია. მაგიტო. ეხლა ხო ჩავდე. ხაცები ემართება ჩემი. რა იყო მათემატიკა? და მათემატიკა ყოფილი. აბა მიდი ხონანა. მანანა. გაჩენი წითელი. მანანა. აბა მიდი გელა ხშენ გელა. პირველი ხომას. რა ბუკი? გარტო. ეს ახლა. კენი? იყო? ჩავარდა? ეხა ის ორი და ნავი და 10 და 5 ნორმალურად შეიძლება რა. მართა რომელი? რავი მე პირველი, ოკეი. აჰა. მანანა ძალიან ჩაფლავდი მგონი. ჩაფლავდნენ? გოები არ უნდა იყვნენ ეგეთები. რაც გაუმართლა. ლექცია მართლა არ გაუმართლა. ელა ჩვენ არ მოგვარტყა ერთი. ნახე, ვაიმე, ბათუმის ბულვარში გელა ხალ ჩაწიო. ოღონდ ვარ. სამი წავაგზავნე რა. ყველო აბა მანიანია. მიდი აბა ერთი წამწი, მიდი მანა, მიდი შეძლებ. მიდი შეძლებ. ვაუ. 10-დან 0. რო ვერ გაარტყავ რამე პუნია რა. გავივარდე ესე მარტივად ბათუმის ბულვარში. ძალიან უკმაყოფილა რაღაცა ჩაწყობილი იყო, ოღონდ ვერ მივხვდი. მანაში ხდებოდა და სპეციალური მძიმეები ქონდა იმ ტიპს დალაგებული, რომ ჩემკენ იყო რა დაფრთხილებული მყავდა. აქ ვიღაც ნაცნობი ხალი ზის თან ბულვარში. მოდი ინტერვიუ ჩამოვართ, როგორ ისმენებთ აი სვათში. დაღლი ეყავდა ვიღაცას მოყვანილი და აყმუებ დარგესმოდა აკმოებდა კი რა ამღერებდა იმ ბიჭს, მართლა ამღეროდა? ხმუდა ძაღლი გადავირია ანუ ეს თქვენი თვალით და თქვენი ყურით მოისმინეთ? და ვიდეო ჩანაწერი არსებობს გააქვთ? ვიდეო არა ის ხო და როგორ ისმენებთ ბათუმზე 1-2 სიტყვა და გავიქით. ორიოდე სიტყვა საქართველოს ტელევიზიისათვის ო, ტელევიზიიდან ვართ, არ გეტყობა. რა მართლა იჭერთ რაღაცა აი, მოკლედ, აქ გემშვიდობებით, ეხ შემდეგ აქტივობას მოვიფიქრებთ და გავაგზავნებთ. ეს ის ჩვენი დრონი, რომელსაც აფრენს ჩვენი გელა და საინტერესო პროცესია, მოდი ვნახოთ. თუ ჩაირთო, ჩაირთვება აბარასი და სხვა რა გზავს. ესე ანათებს. იმედია ვინმე არ გადაულის. ყველაფერი იქნება კარგად, მეგობრებო, არ იდარდოთ. წავიდა. ავიდა ჩემი დრონი. რა უცებ და კაუნახე და ეხა გელა აი აქედან აუ რა ლამაზია. აკონტროლებს თელ ბათუმს. ლამაზია ხო? კი ბატონო. ეს ასე მეგობრებო, ეს არის მოცეკვავი ფონტანი, რომელიც ცეკვავს. წამო შევიდეთ, ვერ შევალ. ეს არის ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი ჩემთვის. ჩართული არის მუსიკა ყოველ საღამოს ბათუმში და ცეკვავენ ეს ფონტანები. წარმოიდგინეთ. აი ეს მხიარულ ნოტაზე ნელ-ნელა დავასრულებთ ჩვენს დღევანდელ ვიდეოს. მოკლედ, ჩემი აზრით, საჭირო არ არის ცხოვრებაში, რომ რაღაცა გრანდიოზული მოხდეს. შეიძლება უბრალოდ იყოს მუსიკა ჩართული, გზაში მიდიოდე, ფონტანები ცეკვავდნენ, შენც იცეკვო და იყო ბედნიერი, ხო? ხო. ნახეთ? აი? ვაიმე, გავიწუწეთ. აუ, დავინამე. წავიდა!
1000 მუსიკაა ჩართული და რომელზე ვიცი ხო? ესე მხიარულ ნოტაზე გემშვიდობებით მეგობრებო. ესეთ მხიარულ ნოტაზე გემშვიდობებით. შეგახსენებთ რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანია Galpi Media ისიამოვნეთ. ჩვენ ეს გვინდოდა რომ გესიამოვნოთ თქვენ. გვიყვარხართ ძალიან. დალაიქეთ, დაგვიკომენტარეთ და მომავალ შაბათამდე.